ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის ეკატერინე ხვედელიძის დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლებლის ადმინისტრაციას სტუდენტების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და აზრის გამოხატვის განზრახ ჩახშობის მცდელობაში ამხელენ. სტუდენტებმა ფორმულას ანონიმური წერილი გამოუგზავნეს. ისინი საცხოვრისის გაურმაგებულ ქირასა და დაფინანსების მიღების გართულებულ პირობებზე ლაპარაკობენ. ნანო ჩაკვეტაძე დეტალებით. დიახ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანონიმურად მოგმართეს და გთხოვეს ამ ინფორმაციის გავრცელება. ახალგაზრდები ხვებიან, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში სტუდენტური საცხოვრებლის ყოველთვიური გადასახადი თითქმის გაორმაგდა. ამიტომ სტუდენტების უმრავლესობას შესაძლოა დროზე ადრე მოუხდეს სწავლის შეწყვეტა, რადგან გადასახადების დაფარვას უკვე ვეღარ აუდიან. თუკი აქამდე საერთო ოთახში ერთ საწოლში სტუდენტი 250 ლარს ხდიდა, ახლა ეს თანხა 400 ლარამდეა გაზრდილი. ერთკაციანი ოთახის ღირებულება 500, კამპუსის უფრო კომფორტულ ნაწილში კი უკვე 800 ლარი ღირს. ამასთან დაფინანსების შენარჩუნებისთვის GPA 3-დან 3.5-მდე გაიზარდა. ესეც სავარაუდოდ სტუდენტებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მოხდა. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის ეკატერინე ხვედელიძის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებელში ახალგაზრდები საუბრობენ ასევე ადმინისტრაციის მხრიდან ერთი მხრივ გულგრილ და მეორე მხრივ აგრესიულ დამოკიდებულებაზეც კი. ანონიმურ წერილში, რომელიც ფორმულას გამოუგზავნეს, სტუდენტი ხვება, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალგაზრდებს გარკვეული დრო შეხვედრაზე საერთოდ უარს ეუბნებოდა, შეხვედრა რომ საბოლოოდ შედგა, რექტორი პაატატურავა, მათ მიკროფონს უთიშავდა და საუბრის საშუალებას არ აძლევდა. ჩვენ შეხვედრის ჩანაწერი მოვიპოვეთ, ის სტუდენტებმა ფარულად გადაიღეს. ამ ჩანაწერის მიხედვით, საერთო საცხოვრებლის ყოველთვიური გადასახადის გაზრდის მიზეზად რექტორი გაზრდილ კომუნალურებს ასახელებს. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც პროტესტი მოყვა, თუნდაც ის რომ უნივერსიტეტზე რაღაცები დაიწერა გარეთ და გარეთ გავიდა ეს ინფორმაცია, თქვენ გადაწყვეტეთ, რომ ეს ყოფილიყო იანვრიდან. პირველი, ეს იჭვმაკ. მეორე, რამ გამოიწვია ქირის გაზრდა, რაღაც ფაქტორები არსებობს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავწყვეტეთო. ეგეც გვაინტერესებს, რა ფაქტორები არსებობს. მარტო კომუნალურების გაზრდა ალბათ არ იქნებოდა და არ ლოგიკურია, იმიტომ რომ კომუნალურების თუ გადავაჭარბებდით, ჩვენ თვითონ ვიხდიდით და ალბათ ყველა სტუდენტს ურჩევნია, რომ თუ კომუნალურებია მაგის გაზრდის მიზეზი, ისევ ასე დავტოვოთ და ჩვენ თვითონ გადავიხადოთ ეგ კომუნალურები. არ არსებობს არანაირი ალტერნატივა თქვენი სტუდენტებისთვის, რომელსაც შემოგთავაზებთ იმის გამო, რომ კამპუსის გარეშე შეიძლება დავრჩეთ. არ შევთანხმებულ ვართ იმაზე, რომ მიკროფონები იქნებოდა გათიშული. ალტერნატივა რო შემოგთავაზოთ, რაც დაგვეხმარება, რომ აი რაღაცნაირად ხელი შეგვიწყოს ამბინის ქირის გადახდაში, იმიტომ რომ მართლა ძალიან გვიჭერს ბევრს და არ შეგვიძლია ამხელა თანხის გადახდა. ხო, სტუდენტები ვართ, სამუშაო არ გვაქვს და არც კი ოს გრაფიკი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცალკე სამუშაო ავიღოთ part-time ჯობად და ცალკე ვისწავლოთ. თუ სამუშაოს ავიღებთ, მაშინ სწავლისთვის დრო აღარ გრჩება და ამიტომაც ჩვენი 3.5 GPA საერთოდ ხო ვეღარ შენარჩუნდება და ვერც კარგი აკადემიური მოსწრება გვექნება, ანუ ის სტიპენდიაც გვეკარგება. და რა უნდა გავაკეთოთ, მაშინ რამე ალტერნატივა შემოგთავაზეთ, ან რაღაცა დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ. ადამიანი უკვე შემოდის განწყობით, პასუხებით ახლა გამოსანი არ არის. ჩვენ გვინდა სამშვიდი ობიექტური ინფორმაციის წოდება და თქვენგან გვინდა მოვისმინოთ ინფორმაცია მათ შორის საკვეთურების. ეს არის პრობლემა და თქვენ ისეთი ობიექტური განწყობით ხართ უკვე გასაგებია, ამიტომ მაინც უნდა დავიწყო. კარგად ჩანს. აი როგორ ხდება და აი კარგი თემა შეეხეთ და კლასიკურ შემთხვევაში სადაც ჩანს არასწორი მიდგომა თქვენთან. ჩვენ მივმართეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ვითხოვეთ მათგან ის კომენტარი და განმარტებები, რომლებსაც ახალგაზრდები მათგან ამ დრომდე ელიან, მაგრამ არ მიუღიათ. უნივერსიტეტისგან პასუხს ჩვენ ჯერჯერობით ისევ ველით, ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი ცოლის ეკატერინე ხვედელიძის დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვათა შორის პეტიციაც შეადგინეს და ხელმოწერებს აგროვებენ. ახლა პეტიციის ტექსტი კი ასე იწყება. ჩვენ ხელმომწერი სტუდენტები გამოვთქვამთ უკმაყოფილებას სტუდენტური პრობლემების უგულებელყოფის, სიტყვის უფლების მკაცრი შეზღუდვისა და დორმის, ანუ საერთო საცხოვრებლის ქირის გაუმართლებელი გაზრდის გამო.